გამარჯობა მეგობრებო, ყველა ადამიანს ერთი შიში აქვს პარაზიტები, ვაიმე ჭია პარაზიტები. მე რო დავდიოდი მასაჟებზე, იქ ხშირად მოусმენდი ჭიებზე გააკეთე ანალიზი. ანუ ყველა სააკ უკვე მოდაში მოვიდა, რომ ჭია გასინდე, მიდი ჭია ხო არ აკავს, ჭია ხო არ აკავს. თუ რომ მოხლით კიბა, მიდი ჭია ხო არ აკავს. ნახე, ერთი გზა არსებობს, როცა ეს პარაზიტები ჩვენი სხეულში მიდიან. ეს გზა არის ჩვენი კუჭი. ანუ კუჭიდან უნდა გავიდე ეს პარაზიტები ჩვენი ნაწლამდე, ჩვენი ორგანიზმში რომ დაჯდე და სახლი გააკეთო და მუდმივად იცხოვრო იქ. მერე თქვენი ნაწამი საჭმელი შეჭამო. მერე თქვენ ანემიური გახდე, თქვენ სუსტი გახდე ეს ყველაფერი. პირველი მიზეზი არის ამ პრობლემის ეს სიბინძურე კი არ არის. სიბინძურედან თუ გეგონია რომ სიბინძურედან მიდის ეს პარაზიტები, ეს ეცდები მეგობრებო, ესე არ არის. პირველი მიზეზი არის პარაზიტები შესulis დაბალი კუჭის მჟავა. როცა ბავშვია, ამასაც აქვს დაბალი მჟავა, ან მოკუცი ადამიანი. ორი ტიპი ადამიანი უფრო მეტად შეიძლება კუჭის მჟავა დაბალია და შევიდე პარაზიტების შიგნით. მესამე ტიპი ეგეთი ადამიანი რომელი სულ fast food-ებზეა, მაგალი შქრიანი, მაგალი ცომეული საჭმელი ჭამს. და იმ მაგის კუჭნაწლავში სულ ეგეთი სასიამოვნო გარემოა იმ პარაზიტებისთვის, სულ ცხოვრობს და არსად წასულა არ უნდა. და როგორ უნდა გაიგო ეს პარაზიტები არის შიგნით? ღამე ძილის დროს პირიდან ეს ლორჭო მოდის, კბილები კრაჩუნობ. განავალის ადგილი ეფხანება ბავშვებს სულ. ნაჭამი საჭმელი კიდეშია, არ გააკმაყოფილე, იმიტომ ეს პარაზიტები ჭამს ის საჭმელი. ყვითელი, აი ესეთი ყვითელი, აი ეს ხელები გახდება ყვითელი, ანემიური გახდება ადამიანი. B12 ვიტამინის კატასტროფული ნაკლებობა იქნება, სახე გამოჩდება, ვითომ სიცხლე არ აქვს. ეგ არის სიმპტომები, რომ პარაზიტი არსებობს იმ ადამიანის სხეულში. ეხლა გეტყვი რამოდენიმე გზა, ეს რომ მოიყვანო გარეთ. პირველი არის მეგობრებო, აბუსალათინის ძეთი. ჩვენ პატარები რო ვიკავი, სკოლაშივე დაგვალევინებდნენ, სახლში წასulis დროს. ერთი კოზი, აბუსალათინის ძეთი, სახლამდე კუჭი გასულა გინდა, იცი როგორია? ეს არის ვითომ წებოვანი გახდება ჩვენი ნაწლავებში და აპარალიზებს ნებისმიერი ტიპის პარაზიტებს. გარეთ გამოიყვან, მაგრამ თუ თქვენ ისევ გააგრძელებთ რეფინირებული საჭმელების ჭამა, ტკბილეულის ჭამა, ეს კიდე მოვა. იმიტომ დრო და დრო ბავშვების თუ მალე აწუქებს ეს პარაზიტი, აბუსალათინის ძეთი დოზირებად, თუ პატარა ბავშვია 10 წლიდან 15 წლამდე ერთი ჩაის ხოზი დაალევინეთ და კონდე ის ბავშვი იმდგეს სახლში, არსად არ გავიდე, იმიტომ კუჭში გასულა მოუნდება. გაიწმინდება ეს ნაწლავები და ამ 1-10 დღის პერიოდში ბავშვებს არაფერი ტკბილეული ეგეთი რამე არ აჭამო. იმიტომ თუ ისევ გააგრძელე პარაზიტები კიდე გაგრძელდება. ჩვენ უნდა შეწყვიტოთ მაგათი საჭმელი. თუ მაგათი საჭმელი შეწყვიტე, აბუსალათინის ძეთი დაეხმარება, გარეთ მოიყვანო და რო გასუფთავდე ნაწლავი. არის მიხაკი, მე 3 წელია გეუბნები, მიხაკის ჩაი დალიე ქანდაკან კი არა, კვირაში 3ჯერ დალიე. მიხაკისი შედის ეგეთი ნივთიერება, რომელი კლავს მაგისი ლორწოს, ანუ ლორწო რო კეთდება, ლორწოდანაც კეთდება და განავალი, ანუ ესე გაფრთხილდებიან ისინი. სამივე ტიპის, სამივე ნაერად კლავს მიხაკი პარაზიტებს. როგორ უნდა გააკეთო? 4-5-10 ცალით შეიძლება აადუგე კარგად აადუგე წყალში, 5 თუთი კარგად აადუგე და დალიე უძმოზე. ყველანაირი ტიპის საშუალება უძმოზე უნდა დალიო, რომ პირდაპირ ის ელოდება დილით საჭმელი და ხვდება მიხაკის წყალი და კარგად გაუხარდე მერე. მიხაკი დააპარალიზებს და კლავს და გარეთ მოკავს პარაზიტს. მესამე არის ყველაზე ცნობილი
გოგრის თესლი, მაგრამ შეცდომა აქ ჩვენ რას ვაკეთებ? ეხლა ზოგი მეუბნება მეტყვი ეხლა რომ აი ვიცი ჩვენი წინაპრები სულ ესე აკეთებდნენ. ანუ თაფლთან ერთად ნახე, თაფლი ისე თუ ისე ტკბილია და ტკბილი ესე ამოვნება იმათ. თუ გინდა რომ ეფექტური იყო ეს რეცეპტი, არაფერი არ გინდა, დააბლენდერე, დააფხვი მარტო გოგრის თესლი და ერთი კოზი ისე აჭამე ბავს. ან დიდი ადამიანი თუ არის, ერთი სუფრის კოზი პირდაპირ ისე ჭამე, არაფერი არ გინდა. თუ არ დააფხვი, მაინც პირდაპირ ჭამე, დაგეჯეთ, ჩვენი კბილები გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც ბლენდერმა უნდა გააკეთო. თაფლი ურევით ჩვენ უსლის ხელი ამ პროცედურას და ესე ამოვნება იმათ ტკბილი, მაინც შაქარი შედის. იმიტომ მარტო თესლები. ყველაზე მარტივი ნიორი, დაჭკლითე ორი კბილი ნიორი, ბავში თუა ერთი კბილი ნიორი, დატოვე 10 თუთი ჯანგბადზე, თბილი წყალთან ერთად ჩაკლაპე. კვება კონდე სტორი, იარე, კარგად დაიძინე, სტორი კვებაზე არადროს არ შემოვლენ ესენი, შემოვლენ, მაგრამ თქვენ კუჩში თუ იქნები სტორი კვებაზე, იმდენი მჟავა მოგცა ღმერთმა, ჩვენ კუჩში იმდენი მჟავა, პარაზიტი კი არა, იქ რომ თუ ქვაც წავიდე, ქვა, ნემსი, ნებისმიერი რამე ილპება იქ, კუჩის მჟავას იმდენი ძალა აქვს, პარაზიტი იქიდან ქვევით არ უნდა წავიდე. პარაზიტი თუ ქვევით წავიდა, კუჩში არა გაქვს იმდენი მჟავა და მჟავა დამატება თუ გინდა, ვაშლის ძმარიც ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ოღონდ იმ შემთხვევაში კუჩის წყლული ან კუჩის სხვადასხვა პრობლემები თუ არა გაქვს. იმედია მოგეწონება ეს ინფორმაცია და არ მოიფიქრო მეგობრებო, სადმე წავედით, ცოტა დაკავებული ვიყავი წიგნის თემაზე, ვიყავი ჯანმრთელი და ბედნიერი.